ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს ანაკლია განმუხური რეზორტის ერთობლივი ორგანიზებით სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის კუთხე მოეწყო. სკვერის გახსნის ღონისძიებაზე ეკონომიკური პროგრამების სააგენტომ და შპს ანაკლია განმუხური რეზორტმა აფხაზეთის კუთხის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცეციამ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სტუმრებმა სკვერში სიმბოლურად ნერგები დარგეს. გავხსენით სკვერი აფხაზეთის კუთხე ანაკლიაში, აი ამ საოცარ სილამაზეში, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაუსვა ჩვენ ყველა ძალისხმევას, გუბერნიის, ჩვენი თანამშრომლებს, რომლებმაც ძალისხმევა გაწიეს ამ კუთხის მოწყობაში და ძალიან დიდი მოლოდინი და იმედი არის იმისა, რომ ქვეყანა მალე უნდა გაერთიანდეს და ესე გაბწყინებით და სილამაზეების შექმნით უნდა შევქმნათ ერთიანი და ძლიერი საქართველოს მომავალი. 2500 კვადრატზე აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დავრგით 100 ძირი ბიჭვი. მომავალ წელს ჩვენს ადგილობრივ დამსვენებლებს და ვიზიტორებს ვპირდებით, რომ დაისვენებენ და გაერთობიან ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში. დაიგეგმა და უკვე პრაქტიკული განხორციელება მიეცა აფხაზეთის კუთხის მოწყობას აფხაზეთის სკვერის სახით. ჩვენი მხრივ ვაწოდებთ უსასყიდლოდ ელდარის ფიჭვის ტიპის ნერგებს, რომელსაც ხედავთ უკვე დარგული არის და თვითონ ეს ორგანიზაცია, მიღები ორგანიზაცია ახორციელებს ლანდშაფტის მოწყობას, დარგობას, მოვლაპატრონობას და შემდგომ განვითარებას.